ჩემ შულს რომ მაღაზიაში რომ შევიყო ყველაფერი უნდა და რას მირჩევთ? ძალიან კარგი პრაქტიკა არის ბავშვს თვითონ მისცე თანხის განკარგვის საშუალება. ანუ ჩვენ რასაც ვეუბნებით, მიეცით საშუალება დაფიქრდეს, რა აქვს მას ხელმისაწვდომი. პირობითად მე თუ სახარჯ ფულს ვაძლევ და გამოყოფ და ვეუბნები, რომ კვირაში პირობითად ავიღოთ გაძლევ 10 ლარს. ეს შენი სურვილების შესასრულებლად. ოღონდ აქ მთავარი არის მყარად ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე. შევედი 10 ლარი დავხაჭი და მეორე დღეს დედა მეუბნება საწყალო როგორ ივლი ფულის გარეშე და კიდე 10 ლარს მაძლევს. ეს ზუსტად იმ წრემდე მიგვიყვანს, რომ მე უარს არიღებენ, მე ახსნასაც არიღებენ, რომ შენ ეს უნდა გემართა, მაგრამ რო იცის რომ 10 ლარი მაქვს და დღეს თუ 7 ლარიანი ვწყიდულობ, ვიცი რომ მთელი კვირა 3 ლარი გამრჩება. ამაში უნდა მივეხმაროთ რეალურად ბავშვებს და დიდი ალბათობით მაგ პრობლემის გადაჭრამდე მივდივართ. იმიტომ რომ ნახეთ, თუ მე ვიცი რომ სადღაც ვიღაცის ჩანთაში არის ულიმიტო ხარჯვის საშუალება, არ ვფიქრობ იმაზე დღეს ახლა ერთი ნივთი მინდა ის წიგნი ავიღო თუ მეორეც მივაღო. არ არის. კი ბატონო. მაგრამ მე უკვე, როდესაც ვეუბნებით რომ მოდი აბა დაფიქრდი. ხა შენ გიღირს ამის მთლიანად დახარჯვა, თუ შეგიძლია რაღაცა გადაავადო და ხვალისთვის, ზეგისთვის გადადო, რაღაცა ალტერნატივა ნახო უფრო განსხვავებული. ყველაზე დიდი შეფუთვა კი არ იყიდო, გასასინჯად თუ ტკბილეულია რაღაც პატარა ნაწილი იყიდო და ამაში ყველაზე მეტად ისეხმარება როდესაც მათზეა პასუხისმგებლობა, როდესაც მე ვაცნობიერებ, რომ აი ის ერთი კუპიურა, რომელიც მომცეს, ჩემი სამართავია. თან ცოტა ამაყებიც არიან, იცით, აი კვირის ბოლოს თუ ეკითხები, რომ აბა გეყო შენ ეს ფული და თუ ხურდაც მოტოვებული აქვს, უნდა ნახოთ რა ამაყები არიან, რომ იყიდა კიდეც ძალიან თავდაჯერებულიც არის და გეუბნება, რომ ამას საერთოდ შევინახავ.